საღამოშიდობის და დღის მთავარ თემებს ეთუნა ინცკერველი გაგაცნობთ მანამდე რას ვნახავთ მთავარში. პატრიარქი იუბილარია. ჩვენი მწყემსთავრის დაბადების დღეა და უფალს ვთხოვ, რომ დიდხანს ბედნიერად და კარგად გყავდეს. მილოცვების სოციალურ ქსელში და მიღება საპატრიარქოში. გას თუ არა უმრავლესობა გაყოფის ან დაყოფის წინაშე. თუ შევთანხმდებით და ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვევა, მე პარტია ჩამოყალიბდება და ფრაქციაც. არაფერი არ უნდა ახალი ფრაქციის შექმნას 6 ადამიანის საკმარის. რას გადაწყვიტავს ეკაბესელია თვითონ და ვის შემოიკრიბავს გარშემო? მორჩილი და ურჩი დეპუტატები რეგლამენტს ამოფარებული დაპირისპირება. არც ერთი პარლამენტის რეგლამენტში კონკრეტულად კომიტეტი თავისი დასახელებით მითითებული სფეროს მიხედვით არ არსებობს. და მუდმივი შეკითხვა ვისკენაა ბიძინა ივანიშვილი. მას ასიანებს ის მიკნელური და მაამებული დამოკიდებულება. ბიძინა ივანიშვილი ასე ვთქვათ ალაგებს სიტუაციას და ამის ნაწილია ეკაბესელიას და გედევან ფოფხაძის გვერდზე გაწევა. ამ მოსამართლეების ხარდამჭერები ფაქტიურად ასრულებენ ივანიშვილისა და ხელისუფლების დავალებას. მართველი გუნდის პოლიტიკური და პროცედურული ომები. უკრაინა-რუსეთის საზღვარი იგივე ხელწრამალ თუ ხლართებით დაშორებული ოჯახების ისტორია. რადიო თავისუფლების რეპორტაჟი TV პირველისთვის. პატრიარქი იუბილარია ილია მეორეს დღეს 86 წელი შეუსრულდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი ეპისკოპოსი ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. წმინდა სინოდმა ილია მეორეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩია. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ილია მეორის ინტრონიზაცია გაიმართა. უწმინდესის 86 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ანა ახალაია ისაუბრებს ღონისძიების დეტალებზე. საქართველოს პატრიარქის 86 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღეს საპატრიარქოში საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც იმყოფებოდნენ როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სტუმრებს შორის, როგორც ცნობილია. ამ საზეიმო ღონისძიებაზე შესრულდა სხვადასხვა ნომერი, როგორც მუსიკალური, ასევე იყვნენ სხვადასხვა მიუსაფარ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, რომლებმაც შეასრულეს მათ მიერ დადგმული ნომერი სწორედ უწმინდესის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ისინი ისე შევიდნენ საპატრიარქოს შენობაში და ისე დატოვეს საპატრიარქო, რომ კამერების ობიექტივს ისინი არ დაუფიქსირებია, თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მიულოცეს დღეს პატრიარქს 86 წლის იუბილე, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება სასულიერო პირებს, ჩვენ ვესაუბრეთ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რომელსაც დავუსვით შეკითხვა დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბიძინა ივანიშვილის განწყობებს მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწევასთან დაკავშირებით. ჩვენ ვკითხეთ სასულიერო პირს თუ რა პოზიცია აქვს ეკლესიას ივანიშვილის ამ განცხადებაზე, როგორც პროტოპრესვიტერი ამბობს, მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიცია წარმოადგენდა საზოგადოების პოზიციას, ის არ იყო შეთანხმებული ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მისივე განცხადებით ის პოზიცია, რაც დააფიქსირა ეკლესიამ და რის გამოც მოხდა სწორედ კანონპროექტის გაწევა, გადახედვას არ ექვემდებარება. თავის უწმინდესობას უდიდესი დღეა ჩვენთვის ყველასთვის, იმიტომ რომ ჩვენი მწყემსთავრის დაბადების დღეა და უფალს ვთხოვ, რომ დიდხანს ბედნიერად და კარგად გყავდეს ჩვენი პატრიარქი და ჩვენ ხალხს კიდე უსურვებ, რომ კეთილიყური გამოვიღოთ და მოვისმინოთ პატრიარქის შეგონებები. არ გააქტიურებული ეს თემა დახურულია, არ განვიხილავთ.
ივანიშვილი განაცხენდა რაღაც შენიშვნა მისცა თითქოს დეპუტატებს რომ კანონპროექტის გაწევა მოხდა რამე მსგავსი არ ვიცი ამის შესახებ მსგავსი არაფერია მე ჩემთვის არ არის ცნობილი შენ კარგად უნდა დარწმუნდეთ ხომ სიმართლე შესაბამება თუ არ შესაბამება და ამის შემდეგ შეიძლება განცხადების გაკეთება ასე რომ ვიღაცამ თქვა ამის გამოს ეკლესიის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთოს ეს სწორი არ არის ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად ამიტომ მე არ მაქვს ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია ამიტომ სანამ არ გვექნება ინფორმაცია ამის შესახებ ვერაფერს ვერ ესაც ეკლესია მიიღო გაგრძელებული პოზიცია დაიჭირა მარიხუანასთან დაკავშირებით ეს იყო შეთანხმებული ივანიშვილთან არა რა თქმა უნდა ღონისძიება საპატრიარქოში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა უკვე საზეიმო მიღება დასრულებულია და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებმა უკვე დატოვეს საპატრიარქოს შენობაც ეს ანა ახალაია იყო უნდა ყოფილიყო ახსნილი რა არის სარგებელი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო ბიძინა ივანიშვილმა დეპუტატებს უსაყვედურა გავრცელებული ინფორმაციით პარტიის თავმჯდომარემ უკმაყოფილება გუშინ ოცნების ოფისში გამართულ შეხვედრაზე გამოთქვა გავრცელებული ინფორმაციას და ბიძინა ივანიშვილის საყვედურს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ აკაკი ზოიძე ამბობს რომ საუბარი შეეხო იმ ფაქტს რომ მსგავს საკითხებზე საზოგადოების სწორი ინფორმირება იყო საჭირო დეპუტატმა ასევე უარყო ფაქტი იმის შესახებ რომ ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით უკმაყოფილება გამოხატა. ტყვილი არის ის რომ არასწორი კომუნიკაციის მაგალითი და ის რომ ეს არასდროს ეს საქმე საბოლოოდ ასე ვთქვათ გასამარებული კი რადგანაც ის გაარკვით ეს არასდროს აღარ მოხდება ყოველ შემთხვევაში ჩვენი თავრობის პირობებში ამაზე ლაპარაკი ანუ და აქედან იყო გამოყვანილი არასწორი კომუნიკაციის მაგალითი სიამდვილეში სხვა ქვეყნები ამ შემთხვევაში უკვე სხვა ქვეყნებმა ბოლო დღეებში ყველამ თითქმის ყოველ დღე არ გავა რომ ლეგალიზაცია არ მოხდეს სამეცნიერო წარმოების კანაფის ამაზე იყო ლაპარაკი და დებატი ამაზე იყო ლაპარაკი კიდევ ხოლმე რაც ითქვა ეხა უსაყვედურა გაიღიმა, გაიცინა, ამაზე იტირა, არაფერს გავსი არ ყოფილა რა. საუბარია 2 წუთი, იყო საუბარი, არასწორი კომუნიკაცია. არასწორი კომუნიკაცია გინდა საყოველთაოდ შეაფასეთ, გინდა ჩვეულებრივ შეფასებას მიიღეთ. პირველ რიგში არის მისაღები და სწრაფად აღსადგენი და გასააქტიურებელი მუშაობა დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონზე, რომლის ინიციატორი მათ შორის მეც ვარ. ეს არის ყველაზე სწორი ნაბიჯი ქვეყანაში ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში. სხვა უკვე რაც თქვენ საკითხი დაასახელეთ მარიხუანასთან დაკავშირებით, ეს უკვე გავლილი თემაა და ამაზე გადაწყვეტილება მიღებულია. ამაზე საუბარი რომ უკან შემოbrunდება არ ყოფილა. მართული გუნდის პოლიტიკური და პროცედურული ომები გრძელდება. უმრავლესობის წევრები კვირაზე მეტია პასუხობენ შეკითხვებს, რა გახდა წყალგამყოფი ოცნებაში. დაპირისპირების დეტალები საჯარო ეკა ბესელიამ და გედემან ფოფხაძემ გახადეს, რომელმაც თქვა, რომ მოსამართლეთა სიის პარლამენტში წარდგენის შემდეგ ოცნების ლიდერები ურეკავდნენ და დუმილს ურჩევდნენ. ვნახოთ იყო თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა სია დაპირისპირების მთავარი მიზეზი თუ მართულ გუნდში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებების დრო დადგა. მართლმა პარტია მოჩვენებითი სიმშვიდის შენარჩუნება მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოახერხა. პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებას უკვე შეეწირა ეკა ბესელიას და გედემან ფოფხაძის თანამდებობები. ერთ-ერთი პირველი, ვინც დღეს ბესელიასა და მისსავე მოადგილეს ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირებაზე ისაუბრა, ზაქარია ქუცნაშვილი იყო. დეპუტატი ამბობს, რომ კონფლიქტი თანაგუნდელებს შორის წლები აგრძელდება. კომიტეტის შიგნით იყო 2 ჯგუფი შექმნილი. ის ხალხი რომელიც თქვა არც ერთ ჯგუფს არ მივეკუთვნებოდა და დაკავებული ვიყავით იმ ინტერესით და კანონშემოქმედებით საქმიანობა ჰქონდათ, ვიყავით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში და გახსოვთ დემონსტრაციულად კომიტეტის ტომების დატოვებაც და გახსოვთ კვორუმის პრობლემებიც რაც იყო. ასე რომ ეს არ არის ახალი ამბავი, რომ იურიდიულ კომიტეტს შორის კომიტეტის შიგნით იყო დაპირისპირება პირობითად ეკას და პირობითად ვანოს ჯგუფებს შორის. ვანო ზარდიაშვილთან კონფლიქტს ეკა ბესელია ადასტურებს, თუმცა ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან წასვლის ერთადერთი მიზეზი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება იყო, რომლის ერთ-ერთ ლობისტად მამუკა მდინარაძეს ასახელებს. ლონდონში მყოფი ბესელია უკვე უმრავლესობის ხლომის მოწევას და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების მისივე თანდასწრებით განხილვას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ფრაქციის ხდომის შედეგიდან ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ნათელი გახდა, ბესელია ივანიშვილთან ღია დაპირისპირება
დაპირისპირებაში ჩართვას არ ჩქარობს. არ შეიძლება ამ პროცესმა ბიზნესმენის დააზიანოს. მას აზიანებს და დააზიანებს ის ლიქნელური დამოკიდებულება და მაამებური საკუთარი ინტერესებით დაკარნახევი დამოკიდებულება, რომელიც ჩანს ამ ვიწრო ჯგუფში. და ბიძინა ივანიშვილს არ აზიანებს ეს პროცესი, რომელიც არის კეთილშობილური მიზნით, რომელიც არის რუნვით განპირობებული. ის შეცდომაშია შეყვანილი კობახიძის გუნდის მიერ, თუ ის არის ლობისტი ამ მოსამართლებისის. სერიოზულად მიმაჩნია ამ თემებზე ხა ტელეფონით საუბარი. გედევან ფოფხაძე ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას ჯერ კიდევ აგვისტოში უთხრა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ სპიკერადში უნდა გადასულიყო. ბესელია ამ თემებზე დეტალურად საუბარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ აპირებს. მანამდე კი ფაქტების გახსენება მისმა უახლოესმა თანამებრძოლმა გედევან ფოფხაძემ დაიწყო. მისი თქმით, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს მოსამართლეთა სიას წარუდგენდა, მას უმრავლესობის და ფრაქციის ლიდერებმა დაურეკეს და ამ თემაზე კრიტიკული განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება თხოვეს. ნეგატიური კომენტარები ალბათ ამ თემასთან დაკავშირებით და მე ვეხმარ კიდევ სერიოზულად ის მეთქი თუ აიმე სულსაკეთებია მეთქი აზრიათ მე კომენტარს გავაკეთებ სულ არ გავაკეთე კომენტარი იმ სულსადავემალებეთ მეთქი ხა ჯონის სულ არ ერექცეს კომენტარი ეს რა მე მეჩნია რაღაცა კატასტროფა არის რომ მაგათ თონით მომართავა საბუნებრივ რაღაც შეიძლება ცუდი იყოსო მე ვკითხე ვინ არის ამ სიაში თქო არის რომ სენსია დიახ ასეთი ფაქტი იყო და ძალიან ხშირად არის ხოლმე ჩემი მხრიდან ასეთი ზარები ფრაქციის წევრებთან როდესაც ხდება პოზიციების შეჯერება გუნდის შიგნით როდესაც ხდება ამ პოზიციების გახმოვანება შეჯერებული პოზიციის შემდეგ აქედან გამომდინარე ეს არის ბუნებრივი პროცესი ამ დრომდე უცნობია ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური პოზიცია მოსამართლეების საკითხზე თუმცა ფრაქციის ხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან ცხადი გახდა რომ ეკა ბესელიამ მისი სიმპათია დაკარგა ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესებზე ამ დრომდე არაფერი უთქვამს პრემიერ-მინისტრს ბატონო მამუკა ნამდვილად თქვენი კავშირდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა 14 იანვარს ჩაინიშნა, სადაც თავმჯდომარის საკითხზეც იმსჯელებენ. მმართველი გუნდი ეკა ბესელიას შემცვლელად ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად ანრი ოხანაშვილს განიხილავს. ოცნებაში არსებული დაპირისპირების ფონზე ჩნდება ვერსიები თუ ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს სავარაუდო ახალ გაერთიანებაში. ახალი ფრაქციის წევრი შესაძლოა იყოს უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ის დეპუტატები, რომლებიც ოცნების პოლიტიკასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უკმაყოფილებას საჯაროდ არ აფიქსირებენ. დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საგაზაფხულო სესიაზე პატრიოტ ალიანსის დატოვებას გეგმავს და ახალი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს. ნახოთ რა იქნება ორად გაყოფილი ოცნების შემდეგ. დისტანცირდება თუ არა ოფიციალურად ეკა ბესელია იმ პარტიისგან, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თავადაა. არ არის გამორიცხული გუნდთან არსებული მწვავე დაპირისპირების გამო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ პარლამენტში ფრაქცია შექმნას. ეკა ბესელია სავარაუდოდ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიაში არსებულ კრიზისს გაარჩევენ და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევენ. მაქვს გასარკვევი ფრაქციასთან გუშინდელი გადაწყვეტილების თაობა და მე ვითხოვ რომ ჩემი მონაწილეობით ჩატარდეს უმრავლესობის ხდომა რომ იქ გაირკვეს ბევრი საკითხი რომელზედაც მინდა ვისაუბრო და მე იმედი მაქვს რომ ეს ხდომა მალე დაინიშნება და არ დაელოდებიან იმ დროს როდესაც მე არ ვიქნები ადგილზე გასარკვევია ბევრი საკითხი და მათ შორის ფრაქციის გადაწყვეტილებაც ხა ბატონ დინარაძეს ქონდა პოზიცია, რომ კომიტეტი უნდა ჩატარებულიყო ნამდვილად მოსამართლეთა სიის განხილვის თაობაზე და ის უჭერდა მხარს ამ პროცესს სწორედ წლის ბოლო კვირას. და ჩვენი პოზიციები, რა თქმა უნდა, პრინციპულად განსხვავებულია. ის და ის ჯგუფი, პატარა ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს მხარს უჭერდა, რა თქმა უნდა, ეს არის ფასეულობათა და ღირებულებათა შეუთავსებლობა, ამიტომ მე გადავხედავ ფრაქციასთან ჩემი ურთიერთობის საკითხს, როდესაც ამ საკითხებზე ვისაუბრებ ჩამოსვლის შემდეგ და გავარკვევ იმ დეტალებს, რა მოხდა გადაწყვეტილების ასეთი ფორმით მიღება, გედი ფოფხაძესთან დაკავშირებით.
დღეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავდნენ. დეპუტატები გუნდში არსებულ უთანხმოებაზე საუბარს უკვე აღარ ერიდებიან. ახლა კანონმდებლები ბესელიას ლონდონიდან თბილისში დაბრუნებას ელოდებიან. თუ ეკა ბესელია ფრაქცია შექმნის და საბოლოოდ იტყვის უარს ქართულ ოცნებაზე, შესაძლოა მის თანამოაზრეთ დავით ჭიჭინაძე ვიხილოთ. დეპუტატი, რომელიც გუნდიდან რამდენიმე თვის წინ სწორედ ეგრეთ წოდებული ახლების გუნდთან უთანხმოების გამო გარიცხეს. ფრაქცია ეს უკვე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც იდეოლოგიური გაერთიანება ჭირდება და ეხლა იქ არის ბევრი საკითხები, რომელიც შესაძლებელია თუ შევთანხმდებით და ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვევა, მე პარტიაც ჩამოყალიბდება და ფრაქციაც. ის ადამიანებიც ქართულ ოცნებაში იმყოფებიან და არ გამოსვლან, ამიტომ იმ ფრაქციის წევრები არიან და შესაბამისად ჯერ არავინ გარეთ არ გამოსულა, რომ რაღაცაზე ვისაუბროთ. ჯერ უნდა გავხდეთ დამოუკიდებელი დეპუტატები და შემდეგ უნდა დავიწყოთ საუბარი შეჯერებაზე და ვისი პოზიციების დაემთხვევა, მე შეიძლება ერთობლივ პოლიტიკურ ცხოვრებაზე ვიფიქროთ. ეკა ბესელიას გუნდის წევრებად ის დეპუტატები მოიაზრებიან, რომლებიც მოსამართლეების საკითხზე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებენ. ესენია გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, რუსლან პოღოსიანი, მირიან ციკლაური, რევაზ არველაძე. ეს იმ კანონმდებლების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ეკა ბესელიას ზურგს უმაგრებენ. თეორიულად ვინაიდან ვითარება ამ ეტაპზე ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძნელად პროგნოზირებადია, ძალიან ძნელია რაღაცების გამორიცხვა ან არ გამორიცხვა. წინ არაფერი არ უნდა ახალი ფრაქციის შექმნა 6 ადამიანი არის საკმარისი რომ ახალი ფრაქცია შექმნა და ვერ გეტყვით წინასწარ ესეთი ფრაქცია შეიქმნება არ შეიქმნება რომ რაღაც გარკვეული უთანხმოება თავისთავად ცხადია არსებობს გარკვეულ პრინციპულ საკითხებზე უთანხმოება ეს თუ წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს ეს წინაპირობა არსებობს მაგრამ მე თავს შევიკავებდი წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთებისაგან იმიტომ რომ ახლა ეს შემთხვევაში მოვლენები შეიძლება ნებისმიერი მმართველობით განვითარდეს აქვს თუ არა ეკა ბესელიას იმის რესურსი რომ შემოიკრიბოს რამდენიმე ადამიანი არ ვიცი ახლა მე მაგას ვერ ვიტყვი არ ვიცი ახლა მე თუ შემომთავაზებს მაშინ ვიფიქრებ არ არის გამორიცხული მაგათად თქვენს არა მაგაზე მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ახლა ეს ხუმრობაში რო გადავიყვანთ ამ ამბავს რაც გადაწყვიტავს ეკა ბესელია თვითონ ესე იგი იცის ალბათ და ვის შემოიკრიბავს გარშემო ისიც გამორიცხული არაფერი არ არის როგორ შეიძლება რომ რაიმე გამოირიცხოს უბიძგებს თუ არა ბესელიას წასვლა ოცნების სხვა წევრებს პარტიის დატოვებისკენ უახლოეს დღეებში გაირკვევა ლევან კობერიძე რომელიც მოსამართლეთა ათკაციან სიას მწვავე და კრიტიკებს გუნდის დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს მე გუნდის დაშლის საფრთხეს არ ვხედავ, მე ვხედავ იმ საფრთხეს, რომ მსჯელობა იყოს რაც შეიძლება საღი, ოპერატიული, გამჭვირვალე და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული. მე ვხედავ იმ საფრთხეს, რომ ქვეყანაში იუსტიციის საბჭოს მიერ მსგავსი ფორმით წარმოდგენილი სია წლის მიწურულს ნახევარსაათში უკანან ცოტა არ ვიცი ესე ვამბობ ხოლმე ხუმრობით ბნელან შეიძლება განათებულ ოთახში დაწერილი სია პარლამენტში არ უნდა შემოდიოდეს ფრაქციის შექმნა რა პრობლემა რამდენი 6 თუ 7 ადამიანი უნდა ფრაქციას და ვისაც უნდა შექმნას რა პრობლემა აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი პოლიტიკა უნდა შეიცვალოს თლიანად ხა 7 ადამიანი ხა ახალ ფრაქციას გააკეთებს თუ არ გააკეთებს რა მნიშვნელობა გაბრაზებული რას ნიშნავს ფრაქციას რო შექმნი გადაგიulis ბრაზე ეგ ამაზე არ არის ფრაქციის შესაძლებელი თუ აი მხელა 100-ს სხვადასხვაობაა ხო ესე იგი გუნდში ეს უკვე ფრაქციის შექმნა აღარ არის ხო ეს არის გამოსვლა თლიანად ხო თუ ფრაქციას ამის საფუძველზე ქმნი განხეთქილების მთავარი ფიგურანტი საქართველოში 6 იანვარს ბრუნდება. ვინ გაიმარჯვებს პოლიტიკურ ორთაბრძოლაში? ეკა ბესელია ამბობს, რომ ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებს. შექმნის თუ არა ბესელია პარლამენტში ფრაქციას, მამუკა მდინარაძე კითხვას ასე პასუხობს. მე მგონი ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია. მე თვითონ არ დავარღვევ იმ პრინციპს, რა პრინციპისკენაც მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წევრებს. დაანონსებული გადაადგილებები გუნდში თუ პოზიციების გამყარება ივანიშვილის კარზე ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მართულ პარტიას სასამართლო სისტემის გაჯანსაღების სურვილი არ აქვს, დაპირისპირებას კი დადგმულ სცენარს უწოდებენ. პოლიტოლოგები ირწმუნებიან, რომ ოცნებაში არსებული არაფორმალური ჯგუფები 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადებიან და პოზიციების გამყარებას ცდილობენ. ნახოთ, როგორ აფასებენ ოცნების გარეთ პარტიაში არსებულ დაპირისპირებას ოპოზიციის წარმომადგენლები და ექსპერტები.
ქართული ოცნების წევრები ივანიშვილის კარზე პოზიციების გამყარებას ცდილობენ. ოპოზიციის შეფასებით სწორედ ეს არის ოცნებაში დაწყებული დაპირისპირების რეალური მიზეზი. ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ მმართველი გუნდის მიერ მოგონილი სცენარია, რომ თითქოს დაპირისპირება სასამართლო სისტემის გაჯანსაღების სურვილის გამო დაიწყო. ორი საპარლამენტო პარტია თანხმდება, რომ სასამართლო კლანის გაძლიერება ივანიშვილის ინტერესშია და ოცნების წევრები ცდილობენ ლიდერის ინტერესები გაატარონ. ქართული ოცნების ეს განხეთქილება რეალურად ნიშნავს ქართული ოცნების ძალიან სერიოზულ პრობლემას და არ არის გამორიცხული, რომ მან საფუძველი დაუდოს ქართული ოცნების ამ მონოლითურობის დაშლას. ამ მოსამართლეების ხარდამჭერები ფაქტიურად ასრულებენ ივანიშვილისა და ხელისუფლების დავალებას, რომ სასამართლო კორპუსი კვლავ იყოს მორჩილებაში და იგი ემსახუროს ერთ პარტიას, ერთ ადამიანს. ის, რასაც ეხა უყურებს საზოგადოება, მორიგჯერზე არის ბიძინა ივანიშვილის კარზე ძალაუფლების გადანაწილების საკითხი და არამც ის არ უკავშირდება საზოგადოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვან პრობლემების მოგვარებას. იქნება ეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებად ღირსეული პიროვნებების წარმოდგენა, იქნება ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და გაჟღერდა მსგავსი შინაარსის ბრალდებებიც, იქნება ეს ზოგადად კანონმდებლობის დაცვა თუ ზრუნვა მოსახლეობის ინტერესებზე. ოცნებაში არსებულ დაპირისპირებას აფასებენ ექსპერტებიც. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ დაპირისპირება პირდაპირ კავშირშია 2020 წლის არჩევნებთან. ძაბირაძე ამბობს, რომ ოცნებაში არსებულ ჯგუფებს სურვილი აქვთ, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში საკუთარი ჯგუფის წევრები მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილები. ექსპერტი ვარაუდობს, რომ დაპირისპირებას მოჰყვება კომპრომატების ომიც და საბოლოოდ წინასაარჩევნო პერიოდი საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდზე ბინძური იქნება. გუნდში იწყება გადახალისება და მიდის შიდა ბრძოლები იმისათვის თუ ვინ გახდება ასე ვთქვათ რეალური გამსაზღვრელი 2020 წლის საპარლამენტო სიის შემადგენლობის, ანუ ადგილებისთვის ბრძოლა მიდის. აიწყება კომპრომატების ალბათ ომი საკმაოდ ესეთი რთული ხასიათით შეიძლება მიიღოს ამან თუ ამას ივანიშვილი არ დაარეგულირებს და რაღაც გამოსავალს არ მოძებნის. პოლიტოლოგი გიანოდიაკი ამბობს, რომ ივანიშვილი სიტუაციას ალაგებს და სწორედ ამის ნაწილია ბესელია ფოფხაძის გვერდით გაწევა. ნოდია ამბობს, რომ კარგად ჩანს თუ ვის მხარეს დგას ივანიშვილი, ვის წინააღმდეგაც ის არის, სწორედ ისინი კარგავენ საპარლამენტო თანამდებობებს. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ბესელიას კორუმპირებულობაზე აქტიურად საუბრობდნენ ოპოზიციაში და ახლა შესაძლოა ამ თემას ივანიშვილი ბესელიას წინააღმდეგ იყენებდეს. ან ამ თემით ევაჭრებოდეს, რათა ბესელია ოპოზიციაში არ გადავიდეს. იმ ხალხს, ვისაც ხშირად ძველებს ეძახიან, როგორც ჩანს, ბევრი მათგანი საკმაოდ კონტროლირებადი არ არის. მათ რაღაც შეიძლება პრეტენზია აქვთ, რომ დამოუკიდებელი რაღაც საზოგადო მოღვაწეები არიან და საკუთარი აზრი შეუძლიათ ღიად გამოთქვან. მაშინ, როდესაც ის ხალხი, ვისაც ახალგაზრდებს უწოდებთ, მათ საერთოდ არავინ არ იცნობდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე, ისინი არიან უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ნების შემსრულებლები, ფუნქციონერები, პარტიული ფუნქციონერები და შესაბამისად ასეთი ადამიანები უფრო მომგებიანი არიან ბიძინა ივანიშვილისთვის. მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება საჯარო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის პარლამენტში გაგზავნის შემდეგ გახდა. იურიდიული კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პოსტი დატოვა და მიზეზად სწორედ სია დაასახელა. ოცნების ეგრეთ წოდებულ ახალგაზრდულ ფრთაში კი თქვეს, რომ მიზეზი ეს არ ყოფილა. თუმცა რეალურად მაშინ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი? ახალგაზრდული გუნდის წევრები არ ამბობენ. თიანეთის მაჟორიტარი თიანეთის მერის წინააღმდეგ ზაქარია ქუცნაშვილი თამაზ მეჭიაურს საზოგადოებაზე მავლენას ზეგავლენასა და ალკოჰოლის პროპაგანდაში ადანაშაულებს. დეპუტატის თქმით, სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაული გაიზარდა სწორედ ამ ფონზე, მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ჯიბით ატარებს კონიაკს, მის კაბინეტში თაროებზე კი წიგნების ნაცვლად ალკოჰოლური სასმელებია. ბრალდებებს ცხარის შეფასებებით პასუხობს თავად კრიტიკის ადრესატი, ვნახოთ ზაქარია ქუცნაშვილის და თამაზ მეჭიაურის დიდხნიანი დაპირისპირების ახალი გაგრძელება. მუშაობ კაბინეტში წიგნის თაროების სავსეა წიგნების ნაცვლად ალკოჰოლური სასმელებით.
თამაზ მეჭიაურმა იმის დასამტკიცებლად, რომ კაბინეტში ალკოჰოლური სასმელები არ უდევს, ტელეკომპანია პირველის კამერა შიდა სამზარეულოში შეახედა. თიანეთის მოქმედი მერის კაბინეტში შესვლისას ნახავთ სარიელ თაროებსაც და წიგნებით სავსე უჯრებსაც, რომელსაც მეჭიაური უკვე აღარ იყენებს. აი წიგნები აგერ არ ქვევით კიდე რა სანჩი. ვოლთ არ ვკითხულობ ახლა ვფიქრს. მის კაბინეტში რამდენიმე ალკოჰოლური სასმლის არსებობას თიანეთის მერი ასეთ ახსნას უძებნის. სიბოთლი მაქვს, რა თქმა უნდა, რომ მოხდეს და თუმარი მომივიდეს, სადღაც ხომ მქონდეს. არ გავიყვანო საქმე. განსხვავებით მაგისგან ეს თუმარს მოყვარებს. ოპონენტებს შორის მორიგი ღია დაპირისპირება პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერებულ ბრალდებებს მოჰყვა. ქუცნაშვილი თიანეთში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა და მომხდარში ირიბად მეჭიაური დაადანაშაულა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრს მიაჩნია, რომ თამაზ მეჭიაური უზნეო ცხოვრების წესით ცხოვრობს და თიანეთის მოსახლეობაზე მავნე ზეგავლენას ახდენს. ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად მან კაპოტზე ქეიფი გაიხსენა. როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კაპოზე ქეიფით საჯარო დემონსტრირებს და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როცა ყველა მიცრო ჯიბით ატარებს კონიაკს. ეს არის მავნე ზეგავლენის პირდაპირ პროპაგანდირება, რაც საჯარო სივრცეში ევროპაში და ამერიკაში პირდაპირ აკრძალულია. ჩვენთან ამის პროპაგანდირება ხდება მუზნეო ცხოვრების წესით, რაც ხშირ შემთხვევაში თავდება ეს სავალალო შედეგი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა სიმთვრალე, ეს შედეგები, ეს ორმაგი მკვლელობა თიანეთში არ მოხდებოდა. თამაზ მეჭიაურმა დეპუტატის შეურაცხმყოფელ ბრალდებებს ასევე შეურაცხყოფით უპასუხა. ამან ჩათვალა, რომ ღორის წელიწადი რადგანაც დადგა და თვითონ ქუცუნას უძახია, ეს წელი არის მისი წელი. ეს იქნება მისი დასასრულის წელი. იმიტომ რომ დაწყებულია სხვადასხვა მიმართულებით გამოძიება. დაწყებული ზარიძეების წყალსადენი. სადაც მაგის ოჯახის წევრების მიერ არის ყველაფერი დაპროექტებიდან შესრულებამდე. კაპოტზე ქეიფს კი დღესაც განსაკუთრებულ მიგნებად აფასებს. დავაპატენტე უკვე რომ სამოვარი კაპოტზე მე მგონი სხვაგან არ მინახავს ესე ჩემი მიგნება კრეატიული და ასე რომ გასკდეს გულს. ვერ ჩაძაღლდაო თუდაც რომ გავხდი და არ ჩავძაღლდი მაგის ჯინასზე. მაგას ჩავაძაღლე პოლიტიკურად. ისე ვერ გავიმეტე მაინც. თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური და პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ერთმანეთს ჯერ კიდევ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში დაუპირისპირდნენ. გალოთებული, აი სახლში გალოთებული იჯდა დღე და ღამე სვამდა, მეტი არაფერს არ აკეთებდა. ოროთახიან ხრუშოვკიდან წამოვიყვარე, მაგა კი არ მიმიყვარე, მე მივიყვანე პარლამენტში. თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა ქართული ოცნების კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს ერთი ხმით მოუგო, რის შემდეგაც ქიტესაშვილმა საოლქო კომისიის ოქმი გაასაჩივრა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და ცესკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თავდაპირველად თამაზ მეჭიაური ქართული ოცნების წევრი და ამ პარტიის რიგებში პარლამენტის დეპუტატიც იყო, თუმცა შემდეგ მისი და მართველი პარტიის გზები გაიყო და მეჭიაურმა თავისი პარტია დააფუძნა. ძლიერი ქარის გამო ბათუმში საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფილების ჩამოვარდნის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ჩამოვარდნილმა კონსტრუქციამ 2 მოქალაქე ქვეშ მოიყოლა. დაშავებული მოქალაქების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძლიერი ქარის გამო ბათუმიდან 112-ში 22 შეტყობინება შევიდა, ძირითადად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები და ხეები. გადახურვა ნორმალურად ყველაფერი რასაც გააკეთებენ წესიერად. ხალხი მოგურებ რაღაცა მოფრინავს. რომ დიდი რამე იყო. და თქვი გავასწრო. კი გავასწარე, მაგრამ მაინც დამეცა. ავტომანქანა დაზიანდა, კრიშა დაუზიანდა, უკანა შუშა დაუზიანდა და რა ვიცი, ნახავენ ალბათ ექსპერტები. წამოსული იქედან პირდაპირ დამეცა. ხო და მე ხალხმა გამომიყვანეს და მე არაფერი მე ცოტა ისაუქენი.
გადვა რა ხდება დამეხურას ყველაფერი რამე არ ჩანდა. ადრე ჩამოვარდა ახან ამას წინათ აგერ იყო ჩამოვარდნილი. იმის მერე მეორე გამოვარდა. ის წამევიდა, ახლა ღიათა, იგი თამაშობს, იგი ხმაურია. სველბათუმში ჟორდანიას ქუჩაზე არის კიდევ სახურავის მონაკვეთი არის უმძრალი. გადმოვარდნილი, ეხაც ავტომობილზე არის დაცემული, ასევე არის პარკში და ჩოლოღაშვილის ქუჩაზე ხეები არის აქცეული. ამ წუთისთვის რაც არის ცნობილი. სარეკლამო ფარი არის დაზიანებული და წაქცეული რუსთაველის ქუჩაზე და გონიო კვარიათის დასახლებაში. რა თქმა უნდა, ლიკვიდაცია მოხდება, ამის აღება მოხდება, ანუ ხეების აქცეული ხეების დაჭრა და გადანა მოხდება, ასე ჩამოვარდნილი დაზიანებული სახურავების გადანა მოხდება და შემდგომში უკვე თანჩენიანი საზღვრება შემდგომში. ერთი პაციენტი, რომელიც იმყოფება ქალაქ ბათუმის რეფერალურ კლინიკურ საავადმყოფოში 53 წლის მამაკაცი პოლიტრამვით ჩაუტარდა პირველადი კვლევები. მეორე პაციენტი, რომელიც მიყვანილია ონკოლოგიურ ცენტრში, მას აქ თავის ტვინის დახურული ტრამვა, ასევე ჩაუტარდა პირველადი კვლევა. მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა. გრიპის ვირუსის მატებასთან დაკავშირებით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. იზრდება ღორის გრიპით გარდაცვალების რიცხვიც. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, ბოლო მონაცემებით ვირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა. ექიმები აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზი საავადმყოფოებში დაგვიანებული მიმართვაა. карантине რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის მატების გამო გამოცხადდა. მედიკოსებმა შენობაში რეჟიმი გაამკაცრეს. შინაგანი წესის მიხედვით შიდა карантине მნახველთა რაოდენობის შეზღუდვას გულისხმობს. ასევე შენობის შიგნით იგრძელება სპეციალური პირბადის გარეშე გადაადგილება. საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, კლინიკაში პაციენტები სხვადასხვა დაავადებებით მკურნალობენ და ადმინისტრაციას არ სურს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც მთელ საქართველოში სამეცნიერო დაწესებულებებში მოიმატა მომართვენობამ რესპირატორული ინფექციები. გამოაცხადეთ ჩვენ შინაგანი წესის შესაბამისად შიდა საკარანტინო ღონისძიებები, ანუ ეს არის გამკაცრებული რეჟიმი, როგორც მეურვეებისათვის, ასე პაციენტების მნახველებისათვის. მეურვე შესაბამის დამცავი ნიღბებით, ხოლო მნახველები მაქსიმალურად აკრძალულია დაშვება მნახველების. რომ თქვათ, რომ რაიმე საფრთხეებს ხედავთ ამ ეტაპზე, ჩვენს რეგიონში ჩვენ ვერ ხედავთ. მნახველთა რაოდენობა შეიზღუდა რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში. ექიმის თქმით, დაწესებულებაში შარშანდელთან შედარებით უფრო მეტი 25 ბავშვამდე მკურნალობს, თუმცა მძიმე პაციენტები ამ დროისთვის არ ყავთ. წინა წლებთან შედარებით მიმართვიანობის მატებაზე საუბრობს იაშვილის კლინიკის მთავარი ექიმიც. ივანე ჩხაიძის თქმით, გრიპის ვირუსზე ბოლო მონაცემებით იაშვილში 59 ბავშვი მკურნალობს, მათგან 2 კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება. ექიმები მომდევნო 2 თვეში მომართვიანობის გასამაგებასაც ვარაუდობენ და მოსახლეობას პრევენციის მიზნით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებენ. 59 ბავშვთან იყო დადასტურებული შემთხვევა, აბსოლუტური უმრავლესობა არის H1N1 ტიპის ვირუსი. ჩვენ გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ამჟამად 2 პაციენტი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მაგრამ საბედნიეროდ ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა გარდაცვალების არ დაფიქსირებულა. ჯამური მომართვიანობა, რაც შეეხება პაციენტებს გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებებით, მთელი დეკემბრის განმავლობაში რჩებოდა ძალიან მაღალი. დეკემბრის ბოლო კვირა მომართვიანობა მიუხედავად იმისა, რომ სარდია, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ცოტათი შემცირდა. მომატებულია მომართვიანობა, ხალხი სტაციონარში ყველა არ წვდება, მაგრამ შემოდის აღიარებული 40-50 დღის განმავლობაში შემოდის. პაციენტები არ აქვს სამჯერად, რაც დადასტურებული ვირუსები, ჩვენთან არ ხდება დაიდენტიფიცირება ვირუსის. დაავადებათა კონტროლის მონაცემებმა გარდაცვლთა რაოდენობის შესახებ გუშინდელთან შედარებით 2 პუნქტით მოიმატა. ლაბორატორიული კვლევების შედეგად დგინდება, რომ ამ სეზონზე ვირუსმა H1N1 8 ადამიანი იმსხვერპლა. მათგან ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით 4 ადამიანი აჭარაში გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ 8-ვე გარდაცვლილს ვირუსთან ერთად ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდათ.
გარდაცვალება დღევანდელი მონაცემით გვაქვს 8, ანუ სადაც ლაბორატორიულად არის დადასტურებული გრიპის ვირუსის არსებობა. ყველა ამ შემთხვევაში ამ 8-დან სამწუხაროდ გვაქვს ყოველთვის დაგვიანებული მიმართვა სტაციონარებისადმი არის თანდევი ფონური მძიმე დაავადება, როგორც არის თქვა, გულისკუნთის ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა და მის ფონზე განვითარებული კომა, სიმსივნე, ქიმიოთერაპიაზე მყოფი ადამიანი, ანუ სერიოზული ფონური დაავადება და სწორედ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია და გაფრთხილება მოსახლეობისადმი გახლავთ ის სწორედ ამ ჯგუფზე ადამიანების. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით აჭარაში გრიპის ვირუსით 6 ადამიანი მართვით სუნთქვაზე, 18 კი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მაღალი სიცხე და ხველა ეს ის ორი საგანგაშო სიმპტომია, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ. მათვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გაკეთებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ექიმების რეკომენდაციით პრევენციის მიზნით ოჯახის ექიმს და საავადმყოფოებს უნდა მიმართონ. დღეიდან სოციალურად დაუცველები და ორსულები გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტ ტამიფლუს უფასოდ მიიღებენ. ბუნებრივი აირის ტარიფი კომერციულ სექტორში შესაძლოა შერჩევითობის პრინციპით გაძვირდეს. ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, სამინისტრო კომერციულ სექტორში გაზის ფასებს არ არეგულირებს, თუმცა უწყების ხელმძღვანელმა ისიც დააზუსტა, რომ მოსახლეობისთვის და სოციალური სექტორისთვის არანაირი გაძვირება არ მოხდება. ჯერჯერობით ჩვენ კომერციულ სექტორში გაზის ფასებს არ ვარეგულირებთ. მოსახლეობისთვის და სოციალური სექტორისთვის რა თქმა უნდა არანაირი გაძვირება არ იქნება. მოლოდინი არის იმაში, რომ ჩვენთან ინფლაცია იქნება იმ მიზნობრივ ფარგლებში, რომელიც დაგეგმილი არის ცენტრალური ბანკის მიერ, რაც არის 3%. პოლიციის მიერ ზაზა სარალიძის მიმართ შესაძლო მუქარი საქმეზე შულმოკლულმა მამამ და მისმა ადვოკატმა პოლიციაში განცხადება შეიტანეს. ზაზა სარალიძე იმის გარკვევას ითხოვს, თუ რატომ იმყოფებოდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი პარლამენტის ტერიტორიაზე და რატომ განხორციელდა მასზე მუქარა. ასევე ადვოკატი ითხოვს ინფორმაციას იმ აქტზე, რაზეც სავარაუდოდ ზაზა სარალიძის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. საპატრულო პოლიციის განყოფილების უფროსი ყოფილა ვაკე საფურცალოს. გიორგი გადელი. მიზანი ესენი ვერ მეტყვიან მიზანს, ანუ მოიკვლევენ ჩემი ვარაუდით და ვარაუდით კი არა, პირდაპირ დარწმუნებული ვარ, მოწმების ზემოქმედება, რათა იქ შეეშინდეთ მოწმებს და შეცვალონ ნიჩვენებები და რაღაც დეტალებში აღარ ისაუბროთ. კონკრეტულად რა საკითხზე გვემუქრებოდა ეს ადამიანი და რატო იძახოდა, რომ ხულიგნობის ფაქტით უნდა დაგაკავოთ, რა საქმეზეა და რომელ დღეზეა და რა ინციდენტია საუბარი, არაფერი არ ვიცით აბსოლუტურად. რა თქმა უნდა, ეს საქმეც უნდა მოიკვლიონ და აუცილებლად უნდა იყოს მოკვლეული პოლიციელი, რატო ახორციელებს ეწოლას ჩემს მოწმეებს. ხედავ არაერთ დარღვევას გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით, პირველ რიგში იმას, რომ მას არ წარუდგენია ოფიციალურად თავი, რაც მას ევალებოდა, ის იყო სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი, ორივე პირი, რომელიც იყო მისული, იყო სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, ისე რომ მათ თავი არ წარუდგენიათ, არც სამსახურებრივი მოწმობა არ უჩვენებიათ, გადავიდნენ იმ ინფორმაციის მიწოდებაზე, რომ თურმე მოხდებოდა ხულიგნობის მუხლით ამ პირების დაკავება. გავედით, დაგვხვდა ეს გაგვიმართა ჩვენ ვართ ვაკე საბურთალოს პოლიციის სამმართველოს უფროსი. მე ვთქვი, როგორ მოგმართოთ მეთქი ბატონი გიორგიო. რასთან დაკავშირებით მეთქი, გვიბარებთ მეთქი, რა ხდება მეთქი. ამი გითხრა, რომ ხულიგნობის მუხლით რატომ თქვა. მე უკვე ადმინისტრაციულიო, სასამართლო გადაწყვეტს. მავთუხლართებით გავლებული ზღვარი და საზღვარი უკრაინასა და რუსეთს შორის ორი ქვეყნის დაძაბულ ურთიერთობას 3 მეტრიანი ღობე აჩერებს. ნახოთ დაყოფილი ოჯახების ისტორია რადიო თავისუფლების რეპორტაჟში. უკრაინა რუსეთის საზღვარზე ორი და ერთმანეთისგან მავთუხლართებით არის დაშორებული. ეს რა ხდება ამ სამყაროში? რაისა იაკოვლევა ჩერტკოვოში რუსეთში ცხოვრობს, მისი და ვალენტინა კი მილოვეში უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენი ფანჯრებიდან დღე და ღამე მავთუხლართები ჩანს, თითქოს ციხეს შევყურებდეს. ეს ჩემი და როგორ ვილაპარაკოთ ღობის გადაღმა. აი მოდიან ლაპარაკის საშუალებას არ გვაძლევენ. ეს ხალხთა მეგობრობის ქუჩაა. დაგაგვიანდათ, მე მას უკვე ყველაფერი გადავეცი. ადრე ხალხი თავისუფლად მოძრაობდა, მაგრამ ახლა 3 მეტრიანი მავთუხლართიანი ღობე ყოფს ქუჩას.
ჩვენ ერთმანეთისთვის ფუნთუშის მიწოდებაც არ შეგვიძლია. გლოვის დროსაც არ გვაძლევენ ერთმანეთთან მისვლის უფლებას. ეზღობე რუსეთის მიერ აშენდა გასულ წელს. სოფლის ცხოვრებლებს მეორე მხარეს გადასვლა სასაზღვრო გამშვები პუნქტის მეშვეობით შეუძლიათ, მაგრამ ესეც გართულდა. ანატოლი პილიპეიმ სასაზღვრო გამშვები პუნქტი უნდა გაიაროს იმისთვის, რომ თავის ქალიშვილი და შვილიშვილი რუსეთის მეორე მხარეს მოინახულოს. ჩვენ პატარა მწერებად ვგრძნობთ თავს. დღესდღეობით ხალხთა მეგობრობის ქუჩაზე არც ისე მეგობრული განწყობილებაა. საშობაო გამოფენა აბრეშუმის გალერეაში საქართველოს მხატვართა კავშირის ორგანიზებით ღონისძიებაზე სხვადასხვა თაობის მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა. ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენის მიზანია ხელი შეუწყონ ახალი სახეების წარმოჩენას და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას. გამოფენა ეძღვნება საშობაო საახალწლო გამოფენა გახლავთ და როგორც ხედავთ შესანიშნავი თაობა სხვადასხვა თაობის მხატვრები არიან წარმოდგენილი ჟანრობრივად მრავალფეროვანი გამოფენა გახლავთ სხვადასხვა მიმდინარეობის შემოქმედებითი მწავსის მხატვრები არიან გამოფენილი და თავიანთი შემოქმედება წარუდგინეს თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებს. გამოფენა საინტერესოა მრავალმხრივ, იმითაც რომ ახალგაზრდა თაობასთან ერთად გამოფენილი არიან ცნობილი ღვაწლმოსილი მხატვრები. პირადად ჩემი ნამუშევრებიც არის წარმოდგენილი და საერთოდ ტრადიციულად ყოველთვის ტარდებოდა ხოლმე საგაზაფხულო, საშემოდგომო გამოფენა და საშობაო გამოფენა. ამ ტრადიციას ისევ ჩაეყარა საფუძველი და ეს მხატვართა კავშირის გადადგმული ნაბიჯია და ამ გამოფენის შემდეგ განსხვავება სხვა დროის გამოფენებიდან იმით არის განსხვავება, რომ კატალოგიც იბეჭდება აი ამ მონაწილეების და ეს არის საჩუქარი მხატვრებისთვის. მე ამ ინფორმაციით ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.